მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსეუმის გადაცემა ისევ და ისევ გრძელდება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით არაჩვეულებრივ გარემოში, რომელიც არის სარეპეტიციოს და არის ხმისჩამწერის, რამდენადაც მე გავიგე, ეს გახლავთ front row, ასე რომ დიდი მადლობა მას მასპინძლობისთვის. ახლა კი დაგდა დრო, წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი, მუსიკოსი, ჯგუფი ალან იზმირი. ალან იზმირი. როგორ ხარ, როგორი განწყობა გაქვს? შვენიერი პირველად ვაძლევ ინტერვიუს იზმირის სახელით. შვენიერი, ესე იგი ინტერვიუ დებიუტი. კი, ასე გამოვიდა, კი. მოდი დავიწყოთ იქედან, როგორ შეიქმნა ჯგუფი, საიდან დაიბადა იდეა ჯგუფის და რამ განაპირობა, ვინ შეკრა და ვინ არის ჯგუფის წევრი? დაახლოებით ისტორია. ამჟამად ჯგუფის წევრები არიან მე, სავაზნარაშვილი, გოგა, გიტარაზე, გოგა ჟორჟოლიანი და გიორგი დიდვარიძე. ეს სამი ადამიანი ბავშვობის მეგობრები ვართ და ერთად შევქმნით ჯგუფი იზმირი, მაგრამ მანამდე ძალიან დიდი ხანი ვკრავდით ერთად სხვადასხვა პანკ ჯგუფებში. სახელებიც ამდახანს ერთად არ დაგვიქმნებია, უბრალოდ ვერთობოდით და რაღაც მომენტში ჯგუფი შეიქმნა ჩვენ სამის მიერ, სარეპეტიციოში ვიყავით კიდევ გასართობად და უცებ ერთი სიმღერა თავს, რომელიც პირველად დაიწერა, დავწერეთ სარეპეტიციოში მოულოდნელად. და ისეთი ჟღერადობა დავიჭირეთ ამ რეპეტიციის დროს, რომ ანუ ყველას მოგვეწონა რა. უცხო იყო და გავაგზავნეთ რეპეტიცია ამ თოვსის დაკვრა და რეპეტიციაზე მოვიდა საბა ვაშახმაძე, სკაზის ვოკალისტი. და დიდი ხნის მეგობრები ვართ ჩვენ. მოვიკითხოთ აქედან. მოვიკითხოთ ჩვენ. მოусმინა ჩვენ მუსიკას თავს და მოვიდა და გითხრა რომ რამდენი ხანია ერთად უკრავთ უკრავ და თან ძალიან კარგი მუსიკაა და ჩვენ გვაქვს ლაივიო ცოტა ხანშიო სადღაც მე მგონი ორ კვირაში ქონდა ჩვენი შეხვედრიდან ლაივი და წამოდითო ჩვენთან ერთად და აი ამ რო დავთანხმდი მეთქი წამოვარდქო ამ ორ კვირაში ასე ვთქვათ სპიდრანზე უცებ ადრენალინი რაღაც ჩავწერეთ 5 თუ 6 მუსიკა ანუ ვალდებულების გამო სიმღერები კი ჩავწერეთ ვალდებულების გამო და აი მანამდე სულ გეზარებოდა ასე ვთქვათ რა აი დაუკარით წავედით სახში ორი თვე გავიდა ესე იგი გენერატორი ყოფილა ეს მოვლენა რა ამან დააჩქარა ეს ვალდებულებამ დააჩქარა ასე ვთქვათ რა აი დასაკრავად ქონდა ლაივი და რა იზმირი რატო ქვია ესე იგი იზმირი ძალიან გვიყვარდა და გვიყვარს ხარ ნაყოფი იზმირში ქალაქის ნაყოფი კი საერთოდ არ ვიცი როგორ გამოიყურება იზმირი ქალაქის ძალიან ადრე ღრმა ბავშვობაში ვარ ნაყოფი იზმირში და საკმაოდ შორს არის აქედან ხო ანუ Google Maps-შიც არ მაქვს ანუ ფოტოები ნახე ან საერთოდ რა ხო და აი რატო დაარქვით იზმირი რა ხო იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს ბენდებს რომ ისა ქალაქის სახელები ქვია მაგალითად Dresden Dolls-ი ძალიან მიყვარს ეგ ბენდი და უბრალოდ ვეძებდით კარგი ჟღერადობის, რამეს ჟღერადობის სახელს. თუმცა ეგ ჯგუფი, რომელიც ახლა დაასახელე გერმანული, ეგ თავიანთი ქალაქის დასახელება არის და ეს იზმირი Z მოგწონს. Z მოგწონთ. ოზურგეთი რატო არ მოგწონთ? ზუგდიდი რატო? ხო, ოზურგეთი შეიძლება ოზურგეთი სიმღერა მაინც გააკეთეთ ჩემი ხართ. კი, ჩემი ხართ ახლა ოზურგეთი. ჯგუფი იზმირი, სიმღერით ოზურგეთი. ან ზუგდიდი ან რაღაც ეგეთი. ძალიან კარგი. სად გამოდიხართ ახლა, სად მოღვაწეობთ? ქუთაისში რეპეტიციობთ უმეტესად და ლაივები მაინც თბილისში, რადგანაც აი უმეტესად სივრცეები თბილისში არის და ბოლოს დავუკარით კამორაში, ფაბრიკაში. ასევე გქონდა ლაივი არ უბრალოდ გვექნება ქუთაისში დაახლოებით 20 დღეში 21 დეკემბერს და ეხა სხვათაშორის ბოლო დროს დავბრუნდით ცოტა ხანი პაუზა გქონდა და ძალიან ბევრმა ადგილმა მოგწერა და ეს წელი დადურწულია კი ქუთაისელები ხართ მეგობრებიც ანუ ყველა ჯგუფის წევრები ყველა სამივე ქუთაისელები ვართ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ეხა დაგვემატა დათო ახალი დრამერი ის ქუთაისელი ჩვენი მეგობარი იყო ადრეც და ნუ არ ვიცოდით ეგრე კარგი დრამერის გარეშე იყავით ანუ დათოს არა ყავდა დრამერები თავიდან ყავდა ფარნა კეპულაძე შემდეგ ყავდა მათე კუბლაშვილი და ეხა ისე მოხდა რომ მათე თბილისში იყო ჩვენი წინა დრამერი და
ჩვენ ყველა ისე მოვიყარეთ ქუთაისში თავი და დათოც ქუთაისში იყო და ვიცოდით რომ დამერი იყო და აღმოჩნდა რომ ძალიან კაი დრამერია და ასე ვთქვათ დათვალის ეგ ძალიან კაი ფრაზაა, დრამერი იყო და აღმოჩნდა რომ ძალიან კარგი დრამერი იყო. ხო, იმიტომ რომ არ ეგ დრამერები არიან, მაგრამ ძალიან კარგი დრამერი იშვიათი. ზოგადად რა მუსიკოსი. ქუთაისში როგორი სიტუაცია იმ ხრივ, რომ აი ლაივების მოწყობის ხრივ თუ არის სივრცეები, სადაც ლაივ მუსიკა შეგიძლიათ დაუბრუნდეთ. აქეთ გასაგებია რომ ბევრია თბილისისკენ, მაგრამ თქვენ ქალაქში რა ხდება? პირველად როცა დავუკარით ქუთაისში ლაივი როგორც იზმირმა, დავუკარით ბარ გალეონში. ეხლა არის skip ბარი ქვია. ძალიან დიდი ხანია ეს ბარი აქტიური არის, წლები არის, ანუ არც არ დახურულა და ნებისმიერ დროს შეიძლება მაგ ლაივის დაკვრა და ეხლა გაიხსნა კიდე რიფრაფი სივრცე ეგეთი, სადაც მხოლოდ მუსიკის სივრცე არის, სადაც იკვება მუსიკა. ეს ორი არის ეხლა აქტიური. უფრო ძველი არის skip ბარი და რიფრაფი ეხლა გაიხსნა. ეგ ორი სივრცე. მაგრამ მაინც ასე მგონია ცოტა. და ხალხია დიდი სივრცე. მესმის. ოკეი, რა ქვია იმ სიმღერას, რომელიც იქნება წარმოდგენილი ჩვენთან გადაცემაში დასასრულს და რა ისტორია აქვს? ამ გადაცემაში იქნება სიმღერა სახელად ყვავილების ზღვა, რომელიც რომანტიულად ჟღერს. რომელიც დაიწერა ბოლო სიმღერა თითქმის რა, ახალი სიმღერაა, ვინც მოისმენს ამ მუსიკას, თუ კი რაიმე გიჭირთ ცხოვრებაში და ისეთ რამეები გაქვთ, რაც არ შეიძლება ითქვას ან ვერ ამბობთ, მარტო არ ხართ, ცხოვრება გრძელდება და რა ვიცი, იმედია ამ მუსიკაში იპოვეთ შვებას. აი ესე, მეგობრებო, მე თქვენ გასწავლით ხუთნაბიჯში, როგორ მოვიქცეთ ისე, რომ არ ვიყოთ ცუდად და არ ვიყოთ დეპრესიაში. მოვუსმინეთ ჯგუფი იზმირს 5 ჯერ და ყვავილების ზღვას. 5 ნაბიჯი იყო ნათქვამი. მადლობა მოწვევისთვის, სამწუხაროდ დასასრულს უახლოვდება ჩვენი გადაცემა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ front row-ში ვიმყოფებით, რომელსაც მადლობას ვუხდით და რასაკვირველია წარმატებები ჯგუფი იზმირს არაჩვეულებრივ ხალხს, რომლებიც ძალიან დადებითად, პოზიტიურად და ნეგატიურად ახდენენ გავლენას ადამიანებზე, განსაკუთრებით იმ სეგმენტზე, რომელსაც აქვს რაღაც დაფიქრება, რაღაც დეპრესიული ფონი და ასე შემდეგ. მინდა წარმატებები გისურვოთ და იყავით სულ ომახიანად, ძალიან ხშირად. შევხვედროდით ერთმანეთს და ბათუმშიც როცა მოგიწევთ, აუცილებლად გვეხმიანებით და ერთად ვართ და შეიძლება ერთადაც დაუკლათ კიდეც. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ, გემშვიდობებით მომდევნო შეხვედრამდე, ნახვამდის, მოგესალმება, დროებით. ანათებს თუ არა ანათებს გამოგაუწევს ნაცნობი ხმა და თუ ოდეს მე კარს გამოაღებ და ხდება იქ ყვავილების ზღვა უფორმო უხმო აჩდილი ვარ ციხის წლები დავკარგეთ და ფერი გავდის ჩაკეტილი მაქვს კარები რკინის ცივი დერეფნის აჩდილი გავხდი მაჟრიდან გიშვებთ როგორც თეთრ მტრელებს და შეერევით სივრცეებს ცისფერს როგორც სუსტი გავს შუანდელს ტანში ზოგჯერ ღამეები ჯობია დღეებს ჩამფალს ანათებს თუ არა ანათებს გამოგაუწევს ნაცნობი ხმა და თუ ოდეს მე კარს გამოაღებ და ხდება იქ ყვავილების ზღვა უხმო და ცივი აჩრდილი ვარ ციხის მზე საკუთარ გამხმარ ცივ ხელებს ჩემს ხელებს სახეს ჩემს წინ გადაშლელს ფერი არ აქვს და სიცივე დასდევს აჩრდილ მაიცის რას განესტიდნენ
გასაკარბოდნენ წოლდნენ ქალაქებს არც ეს ჯობია ვხდები და ვიცი ვერ გიმხელ რომ მე არ ვწყვეტ არაფერს ჩამქრალს ამთებს არაიანათებს გამოგაუწევს ნაცნობი ხმა და თუ ოდეს მე კარს გამოაღებ გაგვხდება იქ ყვავილების სხვა ყვავილების სხვა ყვავილების სხვა